10 წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება თბილისის ბაროკოს ფესტივალი მსმენელს წელსაც მრავალფეროვან პროგრამას და ბაროკოს ეპოქის მუსიკოსების შემოქმედებას თავაზობს ფესტივალის მასპინძელი ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტა, რომელიც კონცერტებს მსოფლიო დონეზე აღიარებულ ქართველ და უცხოელ სოლისტებთან ერთად წარმოადგენს. ხვალ სცენაზე მე-17 საუკუნის მუსიკა უნდა აჟღერდეს. ტრადიციად ქცეული თბილისის ბაროკო ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე კონცერტი უკვე გაიმართა. ხვალინდელი კონცერტის გარდა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კიდევ რამდენიმე საღამო ელოდებათ. ფესტივალი 7 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება. ფრანგული ბაროკოს კონცერტისთვის საქართველოს სიმფონიეტა დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. უკვე რამდენიმე დღეა კი მათთან რეპეტიციებს საქართველოში სპეციალური სტუმრის სტატუსით მყოფი ახალგაზრდა ფრანგი ვირტუოზი მუსიკოსი ვალენტინ ტურნე ატარებს. პროგრამაშია იმ ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებები, რომელთა სახელსაც უკავშირდებათ ფრანგული ბაროკო მუსიკის განვითარება. I am here for the first time in Georgia. საქართველოში პირველად ვარ და ამ ორკესტრთანაც პირველად მიწევს თანამშრომლობა. ორი კონცერტისთვის ჩამოვედი. პირველი ეს იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც სოლო დაუკარი ვიოლა და გამბაზე. ეს იყო მუსიკა კინოფილმიდან მსოფლიოს ყველა დილა. ხვალ კი გვექნება ნამდვილი ფრანგული ბაროკო. მე-17 საუკუნის მუსიკა, ბაროკოს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება სიმფონიეტასთვის უცხო არ არის. მათ საკონცერტო პროგრამაში ხშირადაა ჟან ბატისტ-ლულისა და ჟან-ფილიპ რამოს ნაწარმოებები, თუმცა ამ კონცერტისთვის მზადდება კიდევ ორი კომპოზიტორის, ჟოზეფ ბოდინ დე ბუემარტიასა და ანტუან დოვერნის ნაწარმოებები. კონცერტი თბილისი ბაროკო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ეხლა ვართ ფესტივალის შუაში, ხვალ 18-ში გავმართავთ ფრანგულ კონცერტს. შემდეგ 24-ში ბახის პროგრამა შესრულდება გერმანელ სოლისტებთან ერთად, 27-ში ინგლისური პროგრამა, 30-ში ბახის კარგად ტემპერირებულ კლავირიდან ძალიან ბევრ ფუგას და პრელუდიას შეასრულებს იტალიელი ორგანისტი და კლავესინისტი ფრანჩესკო ჩერა. შემდეგ 2 დეკემბერს დაუკრავთ სამგენიოს ქვია ესეთი კონცერტი იქნება ჰენდელი, ბახი, ვივალდი, ისევ ფრანჩესკო ჩერასთან ერთად, როგორც დირიჟორი, ასევე ორგანზე დაუკრავს, კლავესინზე დაუკრავს. და უკვე ბოლო კონცერტი 7 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დავამთავრებთ სოპრანისტას ფეერვერკით. თბილისი ბაროკო ფესტივალი 10 მუსიკალური საღამოსგან შედგება. საქართველოს სიმფონიეტასთან და სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ბაროკოს მუსიკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ფესტივალის საკონცერტო პროგრამა ტრადიციულად ძალიან მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც სოლო ინსტრუმენტული და საორკესტრო, ასევე ვოკალური და საგუნდო მუსიკის რეპერტუარს. წელს ფესტივალის გეოგრაფიული არეალი გაიზარდა და თბილისის სხვადასხვა საკონცერტო და თეატრალური სივრცეები დაიკავა. ფრანგული ბაროკოს კონცერტი ხვალ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. თბილისი ბაროკო ფესტივალი კი 7 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.